და დღის სხვა თემების შესახებ მეციტრუსები წელს უხმოსავლიან სეზონს ელოდებიან მანდარინის კრეფა ცალკეულ სოფლებში უკვე დაწყებულია, თუმცა პროდუქციის დასაწყობება კვლავ სახლის პირობებში უწევთ. ფერმერები აცხადებენ, რომ ციტრუსის შემფუთავ დამხარისხებელი საწარმოები ამ დრომდე პროდუქციის მისაღებად მზად არ არიან, რის გამოც შესაძლოა რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნას. ფერმერების მოსაზრებას ადგილობრივი მეწარმეებიც ადასტურებენ, მათ ნაწილს ამ დრომდე შესაბამისი დანადგარები არც კი შეუძენია, ნაწილი კი პროდუქტის მიღებისაგან თავს მანამდე იკავებს, ვიდრე ბანკის შეღავათიან აგროსესხს არ დაუმტკიცებს. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ციტრუსის მიღება შესაძლოა ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადავარდეს. რას პასუხობენ ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც მომავალი თვის პირველი რიცხვიდან ციტრუსის სეზონს გახსნილად ოფიციალურად გამოაცხადებენ. მათნეს თავარ გამოშვებას შემოგთავაზებთ. მანდანის კრეფა დავიწყე, მოსავალი მაქვს უხვი, საწავი იყო არ ვიცი, ხელისუფლება გვეუბნება, რომ გვექნება გახსნილი პუნქტები, მანდანის მიმღები, ჯერჯერობით არც ერთი არაა გახსნილი. ალბათ არც ერთი არაა მზად, იმიტომ რომ არავის არ გაუფრთხილები ვართ. გახსნას ვაპირებ 14 ნოემბრამდე. აუცილებლად თურქებთან მოლაპარაკება უკვე ქონდა, დანადგარები მაგინმა უნდა შემეიტანო, საქმის კურსი არიან სოფლის მეურნეობის მინისტრის და მინისტრის მოადგილეები. სეზონი რომ დაიწყება და როცა ხალხი მანდარინს მეიტანს და რაღაცას, ხო? და დაგავარები გვექნება რუსეთის გზა თუ იქნება გახსნილი და რაღაც, მაშინ გინდა არ გინდა აგროსესხის დაგჭირდება ყველაფერი, იმიტომ მაგ 2 და 3 მილიონი უკვე ფულად აღარ ითვლება. მარტო შპონის იაშიგები რო გამოუშვა 1.5 მილიონი მაგას უნდა.